უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ქართული ოცნება ნაცმოძრაობას. დღეს მეგობრებო ინტერნეტში გავრცელდა ამაზრზენი კადრები, როგორ უსწორდება ფიზიკურად ჯერ ერთ და მერე უკვე ორ მოქალაქეს პოლიციელები, უსწორდებიან ფიზიკურად. მე ხა ამ კადრებს გავუშვებ, ნახოთ კიდევ ერთხელ ეს კადრები. სააკაშვილის პერიოდში ჩვეულებრივი ამბავი იყო. რატო ხდება ესეთი რაღაცა, რაც ჩვენ ვნახეთ, რის გამოვლინებაა და როგორი უნდა იყოს შემდგომი რეაგირება, რომ მეტი ესეთი აღარ მოხდეს სახელმწიფოს. მოდი აი ორი სიტყვით ჯერ უშუალოდ ამ შემზარავ კადრებსაც შევეხოთ, რომელიც გაუშვით. ანუ მე რა დავინახე აი ამ ვიდეო კადრებში ჩემს ას ვიტყვი. ანუ იდგა მოქალაქე, რომლის გარშემო იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, იმიტომ ზოგიერთს შესაბამისი ის ქონდა იქ უკან ეწერა პოლიცია და სავარაუდო წვების თანამშრომლები იყვნენ, ანუ ბევრი პოლიციელი იყო და ერთ-ერთი პოლიციელი პანჩური ამოვარტყა მოქალაქეს, თავიდან ეგრე დაიწყო ეს კადრები. შემდეგ რაზეც ის ცხადია, მე მგონი ხელს იქნევს და რა ვიცი, მე რო ვინმე პანჩური ამომარტყას ვერ გავამხნევ. ხო, ვერ გავამხნევ. ვიტყვი ამაზე, რომ როგორ შეიძლება პოლიციას პოლიციელი თუ კანონს არ ღვევს, ის პრაქტიკულად პოლიციელი აღარ არის. ხო, მე ხავი. თავი საქციელი ის არ არის პოლიციელი. პოლიციელის მოქმედებები, მისი ნაბიჯები არის მკაცრად გაწერილი კანონმდებლობით. არსად არ წერია, რომ პოლიციელმა პანჩური უნდა ამოარტყას მოქალაქეს. ამიტომ არა თუ მე რამე საწინააღმდეგოს ვიტყვი, კაცო, მე რომ ყოფილიყავი ამ მოქალაქის ადგილას, ვინც არ უნდა იყოს, არ ვიცი, მე პოლიციის რიგითი კი არა, პოლიციის შინაგან საქმეთა მინისტრი რომ მოვიდეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენოს, ან ცდელობა გქონდეს, რა საშუალებაც მექნება პასუხს გავცემა. შეიძლება სხვაპირში მოვარტყა, რა ვიცი. თუ რა თქმა უნდა, ხა აქ რიცხობრივად მეტნი არიან, მაგრამ თუ მექნება ამის საშუალება, მას შეუძლებლად ფიზიკური პასუხი. შეუძლებლად უპასუხებ ფიზიკურად. ეს არა მარტო ეს არის ღირსების საკითხი, ხო? ამიტომ ჩვენ აქ ხედავდით რაღაც ძველ ბიჭურსაც ვერ ვიტყვით. აი რაღაცა ქუჩის გარჩევის რაღაცა ელემენტს, როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ხდებოდა მოქალაქეზე და შემდეგ, რა ვიცი, დაესივნენ წიხლებით ზემეს. შემდეგ სხვა კადრი ვნახეთ, სხვა მოქალაქე უკვე, იმიტომ სხვა ტანისამოში იყო და მე როგორც ინფორმაცია გავრცელდა, თავიდან ვინც დაზარალებული იყო, იმის მეგობარი თუ ნაცნობი მისულა იქ და ისიც უბრალოდ ზემეს, აი უბრალოდ იდგა. იქ კადრებში ჩანს, რომ ის საერთოდ არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ თავს დაესხნენ და მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. უყურე, სულ რო გვერდზე გადავდოთ რაღაცა როგორი დეტალები იცი აი რაც აი სოციალურ ქსელებში შემხვდა უკვე პროსახელისუფლებო ფლანგის მხრიდან რომ იქნებ ისინი კრიმინალები იყვნენ და ასე შემდეგ. ნუ ჯერ ერთი არაფრით არ მტკიცდება რომ ისინი კრიმინალები იყვნენ, მაგრამ რომც ყოფილიყვნენ რაღაცაში ბრალდებულები კი არა ეჭმიტანილები ასეთი ფორმით სამართალდამცავი უწყება არ უნდა იქცეს. თუ კრიმინალი უნდა დააკავო. დაკავება ხო პანჩურის ამორტყმით არ ხდება. ამდენი პოლიციელი ხარ, ის მარტოა. ჩვეულებრივად რავი დაადე ხელმოკლე და მოკიდე და დააკავე კაცო, ანუ როგორც ხდება, როგორც კანონით და ნორმებით არის გაწერილი. თუმცა არსად არ მტკიცდება, რომ ამ ადამიანებმა რამე დააშავეს. დიდი ალბათობით მე მგონი ჩვეულებრივი პატიოსანი წესიერი მოქალაქეები იყვნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სულ რომ რაღაცა ოპერატიული ღონისძიება ყოფილიყო რაღაც კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით ან სხვა
საგამოძიებო რაღაც საკითხთან დაკავშირებით რაც ამ კადრებში ვიხილეთ, ეს არის არათუ უფლებამოსილების გადაჭარბება, კანონდარღვევა. უფლებამოსილების გადაჭარბება რა არის, იცი, აი მაგალითად ადამიანს აკავებდა, ზედმეტად ბრუტალური ფორმით დააკავე. ანუ არ იყო საჭირო და ზედმეტი ძალა გამოიყენა. აქ უბრალოდ ფიზიკური ანგარისტორება იყო და ფიზიკური დაზიანებების მიყენება მოქალაქისთვის. ეგ ხო ვთქვათ, რავი, ადამიანზე მიზანმიმართული სასტიკი ფიზიკური და ამდენი ხარ, ხო, ის ერთია, ესენი მინიმუმ 10-ნი იყვნენ და წაქცეულს უკვე ხელბორკირებ დადებულ ადამიანს წიხრებს ურტყა. რა თქმა უნდა, ეს არის, არაფერში არ ჯდება, ეს არაფერში არ წერი, არც კანონში, არც რაღაც ქართულ ღირებულებებში, კაცურ საკითხებში ეს იყო, რასაც ჟარგონში ბესპრიდელს ეძახიან, ხო? აი უფლებამოსილების გადაჭარბებას მე ამ ფაქტს ვერ უწოდებ. ეს იყო რაღაც სამარცხვინო ქმედება. მე კიდე აი გიორგი რა შეკითხვაა გამიჩნდა, იცი, რა კუთხით შევხედე ამ ყველაფერს, იცი? რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხვდება, რომ ამით ძალიან ზიანდება. მაგრამ აქ რო ხელისუფლების ბრარეულობა არ იყოს, ეგრე არ არის. აი სააკაშვილის დროსაც სააკაშვილი პირადად კი არ აწამებდა კაცო ვინმეს და პირადად კი არ დაარბია 7 ნოემბერს და 26 მაისს კუშინ იყო. პირადად კი არ აკეთებდა. და სხვა შორის არც პირადად იმ პოლიციელებს თვითონ არ აძლევდა ბრძანებას. და არც მეგის კარდავა და არც ახალ ზოგადი განწყობა იყო, რომელსაც ყველა გზნობდა და შესაბამისად მასე იქცეოდა. აი მე მაგალითად რა შეკითხვა გამიჩნდა, იცი, ამას რო უყურებდი. ხელისუფლება ეხლა დაფაცურდა, რაღაც თვითონ გამოძიება დაიწყეს, თვითონ რაღაცა, იმიტომ რომ ხვდება რომ ზიანდება, მაგრამ ვიღაცა ადამიანს არ ვიცი ვინ გადაიღო, მაგრამ ჩათვალე რომ ძალიან კარგი საქმე ქნა, იმიტომ რომ აი რო არა ეხლა ეს კადრები. ის ორი ადამიანი, რომელსაც უსასტიკესად მოიქნა. ამას ხო ვერ დამამტკიცებ. არაფერი ამას არ მოყვებოდა ეს ორი ადამიანი შეიძლება არ ვიცი. და რამდენი იქნება ისეთი შემთხვევა, როდესაც აი ზუსტად მაგის ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან, მაგრამ უბრალოდ ობიექტური კადრები არ არსებობდა, ვერავინ ვერ დააფიქსირა ეს კანონდარღვევა და ის ადამიანები საბოლოო ჯამში დაიჩაგნენ. და შეიძლება ციხეში ძიან. კიდე აქეთ მოხდა სისტემის მხრიდან რაღაც ერკეტების გამოყენება. ამ ქცევაში, ჩემი ვარაუდია უბრალოდ ამ პოლიციელების ჩანს, რომ ეგეთი რაღაცა შერჩენიათ. კი. ბევრი შერჩენიათ, უბრალოდ ეხლა ვიღაცა იღებს აქედან და ამ ჯგუფში რა იცის რომ უღებენ ამას. ზუსტად გეთანხმები, მე პოსტიც დავწერე ამასთან დაკავშირებით, როგორც კი ვნახე, აი რაღაცნაირად დეჟავიუს ის აი ალუზიები გამიჩნდა სააკაშვილის მმართველობის დროს. აი მაშინ იყო პოლიცია იყო ორად გაყოფილი. იყო საპატრულო პოლიცია და დღესაც ეგრეა, მაგრამ მაშინ აი განსაკუთრებით ჩანდა და იყო კრიმინალური პოლიცია. კრიმინალური პოლიციელები ძირითადად იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები, ანუ კი ეტყობოდათ კილომეტრიდან სიფათებზე ეტყობოდათ, აი გარეგნობით ეტყობოდათ, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანის ტანისამოსი ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიულობით, აი ჩვეულებრივად მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფელი რაღაც დამოკიდებულებით, რაღაც უმიზეზოდ რაღაცა პროვოკაციების მოწყობით და შემდეგ რაღაცა ანგარისტორებებით და შემდეგ. აი დაახლოებით აი ეგ პერიოდი გამახსენდა, აი ამ კადრებს რომ უყურებდი, აი იგივე დაუსჯელობის განცდა, აი იმის განცდა რომ რა ვიცი, ჩვენ ვინ გაგვაჩერებს, სისტემა ვარ, პოლიცია ვარ და ასე შემდეგ, აი ზუსტად იგივე გამახსენდა და როგორი რაღაცა, იცი, ალბათ შემთხვევით ეს არ ხდება. ხო, ალბათ ეგ განცდა, როდესაც თანამშრომლებს უჩნდებათ, რომ ისინი მარტო პოლიციელები კი არ არიან, კაცო, ისინი გადაწყვეტენ კანონის აღსრულებას, დასჯას და ასე შემდეგ. ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა ზოგადად ქვეყნის არა მარტო ძალოვანი უწყება და ძალოვანი სისტემა, ზოგადად მთლიანად ხელისუფლება უყურებს სიტუაციას ისე, რომ მე ვარ აქ ბატონ პატრონი, კანონიც მე ვარ, აღსრულებელიც მე ვარ, სასამართლოც მე ვარ და მე გადავწყვეტ ვის როგორ დავირჩი. და აი ეს დაუსჯელობის სინდრომი, რომლის ნიშნები, აშკარაა, ხა ამ კადრებში აშკარაა და ეს კადრებიც თავისთავად არ გაჩნდა, ხო? მთელი რიგი პროცესები მოყვა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, რომ აქამდე მოსულიყო, ხო? თუნდაც რომ რამოდენიმე დღის წინ ის გადაწყვეტილება გავახმოვანოთ, რომელიც
მაგალითად მამუკა დინარაძემ გაავრცელა აზრის პოლიცია უნდა შეიქმნას და მთავრობის გინება და კრიტიკა სოციალურ ქსელებში უნდა იყოს დასჯადი. მანქანიდან და ჩამოსვათ ხალხი და საზოგადოებაში ფეხით იარეთ. მაშინ როცა თვითონ არგონია მაგას აპირებდნენ. დადიან. ხო, აი მთელი რიგი აი ეს ნაბიჯები, გადაწყვეტილებები, რაც შერჩა მთავრობას, ეს საბოლოო ჯამში მიდის იმ მდგომარეობამდე, რომ რიგითი პოლიციელიც გრძნობს ამას. ფიქრობს, რომ მე სისტემის ნაწილი ვარ, ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ვარ და რიგით მოქალაქეზე ბევრად უფრო მაღლა ვდგავარ. არა მარტო კანონი ამ შემთხვევაში საერთოდ ყველას ფეხებზე კიდია, მორალურადაც. თუ მინდა პანჩურს ამოვარტყავ მოქალაქეს, თუ მინდა უმოწყალო ცემ. და ანუ პოლიცია, სხვა შორის აი სააკაშვილის ხელისუფლების აი მე მას არ ვამბობ ნიშნის მოგებით, ყველაზე ცუდი რამეა თუ ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება იმასა და ამას შორის, ხო? იმიტომ რომ ეგ უკვე ჩვენი შეცდომაა ხალხის. ეგენი ავირჩიეთ იმ, ხა მე არ ამირჩევია, მაგრამ ხალხმა მისცა ბევრმა ხმა იმ განცდით, რომ ის აღარ განმეორდებოდა და ეხლა 14 წელი თუ ბოლოს შედეგად მივიღეთ, რომ ერთ-ერთზე იგივე მივიღეთ. იგივე, ნუ ეს რაღაც ტრაგედიაა, ხო? ანუ რეალურად საზოგადოებაში გაჩნდა სააკაშვილის დროს შიში რატო? ერთია რომ ადამიანს ეშინია კრიმინალის, სულ რო განუკითხაობა იყოს ქვეყანაში. კრიმინალი მაინც კრიმინალია და ფორმალურად იცი რომ არსებობს სამართალდამცავ რომს დარეკავდა შეიძლება 90-იანებში ხა დიდად რეაგირებას არ ახდენდნენ, მაგრამ კრიმინალს მაინც კრიმინალი ქვია და ფორმალურად იმისგან სახელმწიფო გიცავს, მაგრამ როცა სახელმწიფო ხდება კრიმინალი, ხო? აი პოლიციის ძალადობისგან ვინ გიცავს? ვიღაცა რომ შენს მიმართ რაღაცას არღვევს, შენ რეკავ პოლიციაში, მაგრამ თუ თვითონ პოლიცია აკეთებს ამას სახელმწიფოს სახელით და ეგ სისტემური ხდება უკვე. მან გიჩნდება დაუცველობის განცდა. აი ხა ამ ადამიანს როცა ურტყამდნენ, ხო? ესენი რომ ბანდიტები და ხურიგნები ყოფილიყვნენ, 112-ში დარეკავდა. მაგრამ როცა ვისაც უნდა დაურეკო ის აკეთებს ამას, მაგ დროს ვის უნდა მიმართო? ხო, ეგ არის ყველაზე ცუდი მდგომარეობა, როდესაც შენ აღმოჩნდი იმ სისტემის ხერხი, რომელმაც წესით უნდა დაგიცვას. წესით კანონის ჩარჩოები უნდა დაიცვას და ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს შემთხვევით არ გაჩენილა ეს მდგომარეობა. საერთოდ პატარა ქვეყნებში აი თანამდებობებზე მყოფი ადამიანების განწყობები, სისტემური გადაწყვეტილებები, ეს ყველაფერი მათ შორის იგრძნობა ქვედა დონეზე. აი მაგალითად მე რო ჯარში მსახურობდი, ну, რა ვიცი, კაი ოფიცრები მყავდა და მათ შორის გვეუბნებოდნენ, რომ აი მოქალაქე თუ შენთან მოვა, აი პოსტზე თუ დგახარ და მოქალაქე შენთან მოვა, ყოველთვის ზდილობიანად ელაპარაკე. და ну, აი ამას ვიცავდით, ხა რიგით ჯარისკაცები, აი იმ დავალებას და აი ამ განწყობას გრძნობდით. ყოველ შემთხვევაში მე სადაც ვიყავი, ეგეთი განწყობა იყო. ანუ თუ პოლიციელს ხელმძღვანელობა ეუბნება, რომ მოქალაქესთან ზრდილობიანად კანონის ჩარჩოებში იმოქმედეთ, მერწმუნე ასეთი კადრები ვერ იქნება, იმიტომ რომ მან სუბორდინაცია არის, ну, ძალოვანი უწყებაა მაინც. მან გარკვეული არსებობს. მაგისა ის სამართლიანობისთვის მაინც ვთქვათ, რომ გადაცნობა შეიძლება ყოველთვის მოხდეს, მაგრამ ხა 15 პოლიციელი დემონსტრაციულად ორ ადამიანს ცემაში რო გახევს. მთელი განყოფილება ჯერ შეურაცხყოფას რომ მიაყენებს, პანჩურს ამოვარტყამს. მერე ამას რო გაუკეთებს, ეს მე ცოტა ეჭვმეპარება რომ ეს გადაცნობა იყო. ხო და მაგას ეს სისტემურია. მაგას ვამბობ, ანუ ძალოვან უწყებებში, პოლიციაში, ჯარში, აი სისტემური განწყობა რიგით თანამშრომლებამდე დადის ხოლმე. აი როგორი პოზიცია, როგორი მოუდი, რასაც ქვია, აი ხო ანუ ეგ არის როგორ აი ვიღაცას კი არა უბნებიან და კი არა ეგ პრიმიტიულად არ წარმოვიდგინე რაღაც შეთქმულების თეორიებში რომ დაავარეს და რაღაც არა ეს თავისთავად იგრძნობა ანუ მაგალითად არის რაღაცა უწყება ხო პოლიცია რომელსაც სამართველოები ყავს განყოფილებები აქვს თუ რიგითი პოლიციელი ეგეთ დამოკიდებულებას ხედავს ხელმძღვანელებში მოქალაქეებისადმი რომ კანონი მათზე არ ვრცელდება რომ ეგეთი ფიზიკური ანგარიშწორება მოსულა ისიც მერე იმეორებს ისიც მაგ განწყობაში ჯდება კი და ეგ იყო კაცო ანუ მე მაგალითად
არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ ჩემი სუბიექტურია ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ პოლიციერებმა პირველად ქნეს ეგეთი რაღაცა. აი ძალიან ეჭვი მეპარება. ხო, ნუ რაღაც უბრალოდ ეს გასკდა, იმიტომ რომ ვიღაცამ გადაიღო. აი უყურე უფრო გასაგები რო იყოს. როდესაც აი სააკაშვილი პრეზიდენტის ამპლუაში ტრიბუნიდან ყვირის ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეში ტყუიები თქვენთვის არ გვენანება, შენ ავტომატურად ამ მესიჯს წვანე შუქს უნთებ რიგით თანამშრომელსაც, რომელიც მე ვაზაგაშვილს კლავს, რობაქიძეს კლავს, გირგვლიანს კლავს. კი, ეგიდან მოდის, კაცო. ეგ განწყობა მე გადადის ვინც უნდა შეასრულოს, უნდა დააკავოს, იქამდე დადის. რო ხედავ, რომ ამ სისასტიკეში ვინც თავი გამოიჩინა, დაწინაურდა მაგალითად მეგის გარდავა ან ახალაია, რომელიც აი კარიერული ზრდა მაგ სისასტიკეზეა დაფუძნებულია, ვინც განსაკუთრებით დამაჯერებლობა აჩვენა. თან სისტემაში ეგ რამე თუ იგრძნობა, აი რა პოზიცია, რა განწყობა, რა მეთოდოლოგია არის წახალისებული და ნორმად მიღებული. თუ პოლიციის ხელმძღვანელობაში, თუ ზოგადად ამ ძალოვან უწყებებში ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ამგვარი ქმედებებისადმი. და თუ პოლიციელმა ეს იცის, რომ მას დასჯიან ამის გამო, მერწმუნე ის კაცო პანჩურს კი არ ამოარტყავს და წიხლით კი არ შედგება მოქალაქეზე, კანონს დაიცავს. მაგრამ როდესაც მან იცის, რომ წახალისებულია რაღაცა საქციელი, კანონი არ კანონობს, მაგ შემთხვევაში ვიღებთ ასეთ შედეგებს.